გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო. თეი ცხოვრება მიუყურებდი ხოლმე სხვადასხვა იუთუბერებს და სულ ვიძახდი, რომ მეც მინდა გადავიღო YouTube ვიდეო თქო და ვერასდროს ვერ დავუდე გული, რაღაც ირთულებსთან ასოცირდებოდა, რაღაცა კონკრეტულ პერიოდს ველოდებოდი და ახლა ჩავთვალე, რომ დიდ აზრი არ აქვს და მეთქი ჩემი რა მიდის. გადავიღოთ დღევანდელი დღის მეიქაპ ლუკი. ორი მოდელი მყავს დღეს ჩაწერილი ერთ-ერთ სილამაზის სტუდიაში, რომელთანაც მაქვს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მეც მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდი, ამიტომ რაღაც მსუბუქი მაკიაჟი ახლა უცებ ერთად გავიკეთოთ. მაკიაჟით დაინტერესებული არ ვყოფილვარ ბავშვობიდან, უფრო ჩემი დამიკეთებდა ხოლმე მეიქაპს. მე უფრო ვიყურებდი ხოლმე აი ბიუთი გურუებს YouTube-ზე, ჯეიმს ჩარლზს და აი ჯეფრი სტარს და ასე შემდეგ. და ამიტომ ცოტა უცხო იყო ჩემთვის მაკიაჟის კეთება, იმიტომ რომ თან მიჭირდებოდა სულ ჩემს ვთხოვდი ხოლმე დახმარებას და ის უცებ მიკეთებდა ხოლმე რაღაცას მარტივად. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ კოვიდის დროს იზოლაციაში გამოვიკეტე მარტო. ლოკდაუნის ყოველ სხვადასხვა დღეს სხვადასხვა გრაფიკული ლაინერებით ვიყავი ჩემს ოთახში გამოკეტილი და ასე გამოჩნდა მე იდეა, რომ ბარემ სკოლა ხوار გამეოლო, ხوار მესწავლა და თუ ესე ახალ პროფესია არ ჩამოყალიბდება, ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე გაკეთებას მაინც ვისწავლეთ. გალევე დავიწყე შემდეგ მაკოსმეტიკში მუშაობა, ანუ გახდა პროფესია. შესაბამისად შემიყვარდა ეს სფერო და გახდა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი. რას გამოვიყენებ მაკის? ხო, ნუ რა თქმა უნდა, კოსმეტიკის 99% მაკის. გოგოს ყველა ქალს აქვს სახში რაღაცა აი ამ სფეროსთან დაკავშირებული ნივთი. ერთი თვიჩსაც მაინც აქვს, ერთ კალბატონს. ჰიგიენური კომოდა მაინც აქვს კალბატონს. ამიტომ ძალიან ისეთი სფერო არის, სადაც ბევრი ვიღაცა ერკვევა რაღაცაში, ბევრმა შეიძლება მოგწეს მითითება, ბევრმა შეიძლება გირჩიოს, ბევრმა შეიძლება გითხრას, რომ შენი არ მომწონს ჩემი მირჩევნია და ასე შემდეგ, მაგრამ რაც ვზამთ ამ ყველაფერს ჩვენ ვუმკლავდებით ჭერჭერობით. ან ესე ამოვწევ თვალში, თვალს დავიდებ და ხუჭავ ხოლმე და ესე ვიხატავი და ვირჩენით. Voilà. Корки. ლაჰადიდი შეიძლება არა, მაგრამ ნუ მიმსგავსებელი მაკიაჟი არა. Давайте смотрим. Сейчас отвезут. Чебить, да? Агрессив. Ой, ახლა გავაკეთე თან მაკიაჟი. ვიდეოებიც გადავიღეთ და ძალიან ყოფილებ დარჩნე მოდელებიც მეც და მე გაგიზიარებთ თვითონ ვიდეოებს ძალიან მოყვარს, როცა ხალხს უფრო და უფრო მეტად ვაყვარებ საკუთარ თავს და ვაჩვენებ როგორი ლამაზები არიან, როგორი ლამაზები შეუძლიათ იყონ და საერთოდ ესთეტიკასთან შეხება ძალიან სასიამოვნოა და მეყვარს ჩემი პროფესია ძალიან. ერთ გოგოს რო ვკეთებდი მაკიაჟს, მაშინ შედარებით უფრო უფროსმა ქალბატონმა ჩაიარა და ისე ძალიან მოეწონა, რომ აი მეც რო გამიკეთო თუ შეიძლება რაღაცა და ის ძალიან სიამოვნა ის ფაქტი, რომ ამ ქალს ისე ძალიან მოეწონა ჩემი გაკეთებული მაკიაჟი, რომ აი თვითონ არ საიდან უცებ მოუნდათ, რომ თვითონაც კარგად გამოეყურებოდეს და მეთქი რა თქმა უნდა გაიკეთებთ, არ არის პრობლემა თქვა და დაგვემატა ასე კიდევ ერთი მოდელი. და ძალიან მიხარია, რომ ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი ყავდა ერთ დღეს. გაიცანით, ესენი არიან დობი და კოპი, ჩემი ორი უზარმაზარი სიყვარული, ეს კოკერ სპანიელები, დობი არის კოპის მამა და ნუ როდესაც კოპი შემოვიდა ჩვენ ოჯახში, ეს სიყვარული, რასაც დობი შემოჰქონდა, გაორმაგდა.
და ეხლა აქ ვართ ვეტერინართან აცრებზე და პატარა შემოწმებებზე. დარწმუნებული ვარ, ბევრს დაგაინტერესებთ, რატო ქვია კოპის კოპი, მაგრამ იმიტომ ქვია, რომ თავს უტყავს ყველგან და კოპებიც აქ ბევრი. დობი არის 4 წლის და კოპი ახლახანს გახდა 1 წლის. ისინი ხეთ შემშობლებთან ცხოვრობენ და მუდმივად მათ მონატრებაში ვარ. ძალიან მიხარია, რომ რაღაცნაირად დავძლია ეს შიში ჩემ თავში და დღევანდელი YouTube ვიდეო ავაწყე. ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ხდება ხოლმე ჩემ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ადამიანთან მაქვს ხოლმე დღეს განმავლობაში შეხება. ბევრ სირთულეებსაც ვაწყდები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის მზე გამოინათებს ხოლმე ჩემ ცხოვრებაში და ძალიან მიხარია, რომ ამის გაზიარების საშუალება მეძლევა. ასე რომ კიდევ შევხვდებით დროებით.